ჰელიოგაბალუსის ვარდები. ეს სერ ლოურენს ალმა-ტადემას ნამუშევარია, რომელიც სერ ჯონ ირდომის დაკვეთით 1888 წელს შექმნა. გადმოცემის თანახმად, რომის იმპერატორმა ჰელიოგაბალუსმა ნადიმზე ჭერიდან უამრავი ვარდის ჩამოყრის ბრძანება გასცა მტრების დასახოცად. როგორც ხედავთ, მხატვარმა წინა პლანზე ვარდის ფურცლებით დაფარული იმპერატორის მტრები გამოსახა. კომპოზიციის სიღრმეში კი ვხედავთ იმპერატორის დედასა და თავად იმპერატორს. აქვეა გამოსახული ქალბატონი, რომელიც ავლოსზე უკრავს. შეგახსენებთ, რომ ავლოსი უძველესი ჩასაბერი საკრავია ორმაგი ენაგით. ფართოდ გამოიყენებოდა წინა აზიასა და საბერძნეთში. შორს დიონისეს ქანდაკებაც მოჩანს. ცნობილია, რომ ამ ნამუშევრის შექმნამდე მხატვარმა საფუძვლიანად შეისწავლა ვატიკანის მუზეუმში დაცული ქანდაკება. მაშინ, როდესაც სერ ლოურენს ალმა-ტადემამ ამ სურათზე მუშაობა დაიწყო, დიდ ბრიტანეთში ვარდების შეძენა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მას ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია. ან დიდ ბრიტანეთში ვარდების ყვავილობას დალოდებოდა, ან სასურველი ყვავილები სხვა ქვეყანაში უნდა შეეძინა. ვინაიდან მხატვარი დროში იყო შეზღუდული, მეორე ვარიანტს დაყაბულდა. 4 თვის განმავლობაში მის სახელოსნოში ვარდები სამხრეთ საფრანგეთიდან იგზავნებოდა. ნამუშევარი ამჟამად კერძო კოლექციაშია დაცული.